ჯანდაცვის მინისტრი ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მიმდინარეობის შემოწმებას აგრძელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი კლინიკა ტრავმატოლოგში იმყოფებოდა და ის პაციენტები მოინახულა, რომლებსაც ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ოპერაციები ჩაუტარდათ. კლინიკაში სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით დაზღვეული 4 პაციენტი იმყოფება, მაგრამ 2 პენსიონერი, 1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და 1 მცირეწლოვანი ბავშვია. 1 სექტემბრის დაზღვევა მოქმედება დაიწყო აქ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში. უკვე არის ის პაციენტები, რომლებსაც გადაურდებელი დახმარება დასჭირდათ და ოპერაციები მოტეხილობის გამო და აქედან გამომდინარე ბუნებრივია გვაინტერესებდა რამდენად ფარავს პოლიცია ყველაფერი იმას, რაც სჭირდებათ მკურნალობა ამ ადამიანებს, ოპერაციებს, ასე რომ არა მარტო აქ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციებმა დაიწყო მოქმედება და ბუნებრივია ძალიან დიდი შეღავათია იმ ოჯახებისათვის, ვისაც მოუწევდა სხვაგვარად თანხის გადახდა. ამ პროგრამის დაწყებიდან გავიდა უკვე 10 დღე და სადღაც 24 ავტომობილით სტაციონარში, რომელსაც აღუჩინა სასწრაფო გადაურდებელი დახმარება, გაუკეთა ოპერაციები და დროუნების დარჩენილი სადღაც 4-5 ავტომობილი, რომლებიც განაგრძობენ კურნალობას. კმაყოფილი ვარ ამ პოლისით, იმიტომ რომ მე მაგრო არ მქონოდა, ვერ გავიკეთებდი ახლა ამ ოპერაციას და დავრჩებოდი ისე. არა მაქვს სხვა არაფერი საშუალება. დაგვიფასეს, მე 53 წლის სტაჟი მაქვს და ამით მაინც დაგვაფასეს ეს, რომ ეს მოგწეს.